მოსახლეობის უმეტესი ნაწილი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში შეშასმა მოსახლეობ რესურსად. სანამ კონკრეტულად შეშის საკითხებზე ტყის მიმართულებით ვისაუბრებდა, როგორც უკვე აღნიშნა, მე წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაციას ძალიან მოკლედ დიდი დრო რომ არ წაგართოთ, ძალიან მოკლედ მოგახსენებთ ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, რას საქმიანობთ, ჯერა რომ მომავალში ეს პროექტი გულისხმობს იმას, რომ გაგრძელდება რეგიონებთან მჭიდრო ურთიერთობა და ჩამოვალთ რეგიონებში სხვადასხვა საკითხების განსახილვად, რომელიც მნიშვნელოვანი არის სატყეო პროგრამის, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში. ეს არ არის რომელიმე ცალკე ორგანიზაციის მიერ ცალკე გაკეთებული კვლევის შედეგები, ეს არის გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად შეთანხმებული მეთოდოლოგიით მიღებული შედეგები. უსამძიმებლად გამოგვითხოვეთ. მე გახლავართ ბატონო გაბანაძე, წარმოვადგენ სატყეო პოლიტიკის სამსახურს. წარმოვადგენ ის სამსახურს, რომელმაც პირველად განადგა საქართველოში ეროვნული სატყეო პროგრამა იმის რომ სატყეო სექტორი ყოფილიყო მაქსიმალურად გასმენ საზოგადოებისთვის. სენი გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად იწყებს ეროვნული სატყეო პროგრამის საკოორდინაციო ჯგუფების ჩამოყალიბებას რეგიონებში. დღეს სწორედ სამეგრელოში შეიქმნა სამინისტროს ქვეშ არსებული ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სატყეო საკითხებზე და მასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებზე, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას.